მაგალითისთვის ვიტყვი, დავუშვათ მორწმუნე ადამიანს აქვს რაღაცა ლოცვითი კანონი შესასრულებელი ხო დღის განმავლობაში. ზოგი ცდილობს, რომ დილით ადრევე გააკეთოს. აი მაგალითად აბრაამზე არის ნათქვამი. როდესაც აბრაამს 100 წლის ასაკში შეეძინა ისააკი, წარმოიდგინეთ, ამდენი ხანი უშვილოა და როდის შეეძინა. ღმერთმა უთხრა, რომ წამოიყვანეო შენი შვილი და შემომწირეო მორიას მთაზე მიხავ. და წერია აბრაამთან დაკავშირებით, რომ დილით ადრე ადგა აბრაამი. იმ დღეს, როცა უნდა წაეღო, აი დილით ადრე ადგა ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე აი ის დააყენა, რომ ღმერთისთვის უნდა შეეწირა, ჯერ სხვა რამე კი არ გააკეთა. ამიტომაც აი როდესაც ადამიანს ლოცვითი კანონი აქვს შესასრულებელი, დილით ადრევე თუ აკეთებს ამას, ესე იგი ღმერთი დააყენა პირველ ადგილზე. ზოგი არ დააყენოს პირველ ადგილზე, ჯერ სხვა რაღაცებს მოათავებს ყველაფერს და არაქად გამოცვლილი შუაღამის 12 საათზე ცდილობს, რომ ეს შეასრულოს და აქაც ნათქვამია, ვისი შეიწირა და ვისი არ შეიწირა. შერვაი ღმერთი შეგვეწიოს ჩვენ, რომ ის ვინც და რაც პირველ ადგილზეა დასაყენებელი, პირველ ადგილზე დავაყენოთ და მე ყველაფერი მოგეცემა. უფალი ამბობს, რომ პირველად სასუფეველი და მისი სიმართლე ეძებეთ და ყოველივე შეგეძინება თქვენ. მაგრამ თუ ადამიანი პირველ ადგილზე დააყენებს მატერიალურს თუ მისთვის სასიამოვნოს თუ კიდევ უფრო თუ დაბლად დავიშვებით თავისი ნების დაკმაყოფილებას, მაშინ არ მიეცემა. იმასაც დაკარგავს, რის გამოც უარი თქვა საღვთოზე და საღვთოსაც დაკარგავს. აი მაგალითად 40 სებასტიელი მოწამის ცხოვრებიდან ნახეთ როგორ ჩანს. ერთი რო ტბიდან ამოვიდა, რომელმაც გვირგვინი დაკარგა და იმ სითბოსკენ წავიდა ცეცხლისკენ. უფლისგან ეს მოწამეობრივი გვირგვინიც დაკარგა და ვერც იმ სითბომდე ვერ მივიდა, იცით თქვენ რომ შუაგზაში გარდაიცვალა. და აი ეს არის ზუსტად იმ რაღაცა ხორციელის გამო, როდესაც ჩვენ სულიერზე უარს ვამბობთ, კარგავთ ხორციელსაც და სულიერსაც. მაგრამ სოლომონ მეფის შემთხვევა გვასწავლის, რომ თუ ადამიანი სულიერს ირჩევს, მას ენიჭება სულიერიც და არც ხორციელის გარეშე არ ტოვებს ღმერთი. მოციქულებსაც ხმამას ეუბნება, გზაშია ნურაფერს ნუ წაიღებთ, ნურც პურს წაიღებთ, ნურც ქისას წაიღებთ, ნურც ორშესამოსეს წაიღებთ, რადგან მუშაკი ღირსია სასყიდლისა. თქვენ ეცადეთ, რომ სულიერი აკეთოთ და ხორციელს მე მოგცევთ, მე მოგიმართავთ ხელსო, რადგან მუშაკი ღირსია სასყიდლისა. და როდესაც დაბრუნდნენ ეკითხება, რომ გაკლდათ რამეო და არაფერი არ გაკლდა. ის რაც უთხრა, ის შესრულდა კიდეც. და ჩვენ შემთხვევაში ესეა. ჩვენი გულის ბაღში უნდა ვიყოთ მუშაკი, რომ ის დავამუშაოთ. ის ნოყიერნიადაგად იქცეს, სადაც ღვთის სიტყვა ჩაითესება და მრავალ სულიერ ნაყოფს გამოიღებს და მუშაკი ღირსია სასყიდლისა. და ღმერთი თავის მუშაკს, რომელიც თავის გულის ბაღში შრომობს და მის განწმენდას ცდილობს, არც იმის გარეშე არ დატოვებს, რაც არის ხორციელი. და ამ რწმენით თუ მიუდგება ადამიანი, მაშინ სულიერიც კარგად იქნება და ხორციელიც.